ჰელსინკის ჯგუფის წევრები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. ჰელსინკის ჯგუფის წევრებმა 185 პოლიტპატიმრის და 13 პოლიტიკური ნიშნის დევნილის სია პრეზიდენტის რეზიდენციაში მიიტანეს. მათი განცხადებით პოლიტპატიმრების სიაში ის ადამიანები შედიან, რომლებიც 7 ნოემბრის, 26 მაისის მუხროვანის ამბოხში და სხვა გახმაურებულ აქციებში მონაწილეობდნენ. მათივე განმარტებით მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი მასშტაბურ აქციებს გამართავენ. თქვენმა ჩაღაბაროთ, ხო? ჩვენი მოთხოვნა ასეთია, დაუყოვნებლივ მოხდეს უმოკლეს ვადებში, დაახლოებით 10 დღის ინტერვალში მოხდეს ამ ადამიანების განთავისუფლება, ხოლო პოლიდევნილების საქმეები დაუყოვნებლივ იქნებს შეწყვეტილი. ფორმა არის შეწყალება, თუმცა მე ამ ტერმინს შეგნებულად არ გამოვიყენებ, იმიტომ რომ ჩვენი პოლიტპატიმრებისთვის ეს ტერმინი მე მიმაჩნია დამაკნინებლად, იმდენად რამდენადაც შესაწყალებელი იმ ადამიანებს, რომელთაც დანაშაული ჩადენილი არ აქვთ, არაფერი არ ასჭირთ იმ პრეზიდენტისაგან, რომელიც თავად არის დამნაშავე მათ დაპატიმრებაში. ამიტომ ჩვენ მოუწოდებთ პრეზიდენტს, რომ თავად იპოვოს იურიდიული ფორმა და როგორ უკანონოდაც ეს ადამიანები დააპატიმრა, ასევე დაუყოვნებლივ ისინი გაანთავისუფლოს და რაც უნდა ამ ფორმას შემდეგ ის დაარქვას.